გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენო მეგობრებო, გამომწერებო. პირველ რიგში ახლა უკვე თავიდანვე გამახსენდა და გთხოვთ და შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა დაგვეხმაროთ განვითარებაში. ვიდეოს დაალაიქეთ, რა თქმა უნდა, თუ მოგეწონებათ, თუ არ მოგეწონებათ, შენიშვნების დამიწერეთ, გავითვალისწინებ აუცილებლად. სიახლე რაც არის ჩვენს მაღაზიაში, როგორც ხედავთ, ჩებურკოვის ძალიან ბომბა და კარგი მოდელები გვიდოს, ამასაც ითავთ, რა თქმა უნდა, გავირით, იქამდე კი ეს ჟილეტის შემთხვევით არ მაცვია, სამოქალაქო დუტის ჟილეტია, როგორც ხედავთ. მაგრამ არის თვითონ აბჯარის წარმოება და ძალიან მაღალი ხარისხის, მაღალ ტექნოლოგიური და იცავს ნებისმიერი 9 მმ-იანი ტყვიისაგან. სხეულს და დაზიანებისაგან. ესევე სტანდარტული მათი კაცში შემოვიტან ჯავშან ჟილეტებიც არის რა თქმა უნდა მარაგში, ეს ეხლა დაგვემატა და იმიტომ ჩავიცი რომ ეჩვენებინა და კიდევ სხვა სახეობების და სხვა პროდუქციას დაგვემატება მათი და რაც ძალიან კარგი ამბავია რა. რაც ხარისხიანი და კარგია, ყველასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სფეროსთან ახლოს უნდა იყოს. კიდევ Free Tiger-ის ყუთებს ხედავთ, მხოლოდ ყუთები არ ვაპირებ მათ გახსნას და სათითაოდ გავლოთ, იმიტომ რომ ბევრია. აქაც რა ვიცი, რამდენი მოდელი დევს და ამის გარდა კიდე გვაქვს და არ ღირს უბრალოდ რა საიტზე შეხვალთ, დაათვალიერებთ, ნახავთ მასალებს და შემდეგ თუ სურვილი გექნებათ, მობრძანდებით და ერთად გავილით და ერთად გავისაუბრებთ, მოკლედ უფრო დეტალურად და უფრო კარგად აგიხსნით რა. ძველი მოდელები რაც იყო და რაც გაიყიდა, ისინი შევავსეთ და კიდევ ახლები გამოუშვეს და აწარმოეს და ისინიც დავიმატეთ რა. მოკლედ არის ამ ბიუჯეტური დანების კარგი არჩევანი დაახლოებით არა ზუსტად გეტყვით 40-დან 100 ლარამდე მერყეობს ფასები, უმეტესობის 60-70 ლარი ღირს და მაგ ფასებში დეორი ფოლადებია, მიკარტა ჯიათის ტარები, კარგი მექანიკები, სხვადასხვა დიზაინები, მოკლედ საინტერესო და კარგი ამბებია რა. ახლა კი გადავიდეთ მოდი ჩებურკოვის განხილვაზე, ბევრიც რომ აღარ შევყონდეთ. კარგი, ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩვენს ჩებურკოვებზე და პირველ რიგში ერთი კარგი და ახალი ამბით უნდა დავიწყო, ახალი მოდელით. ეს საბუთია და თვითონ დანასაც ახლავე გაჩვენებთ, იოჟი დაარქვეს ამ მოდელს. ზღარბი რომელზეც გახსოვთ წინა წელს მზაფხულის ბოლოს დაახლოებით შემოდგომაზე დავაანონსეთ ჩვენ რომ ჩვენ ბურკოვთან ერთად ვაპირებდით საერთო პროექტის გაკეთებას და საერთო მოდელის შემუშავებას. დადგა ეს დროც გამოუშვეს ეს ახალი მოდელი, სულ პირველია პროტოტიპი აწერია ეს დანა, აწი უკვე ჩაეშვება გაყიდვაში. ეს ერთი მოდელი ჩამოიტანეს და გვაჩუქეს ჩვენ მე და გიოს რა და მინდა რომ გაგიზიაროთ და თქვენი შთაბეჭდილებების დაგვიწეროთ ამ მოდელთან დაკავშირებით. აი ესეთი მცირე ზომისა, პატარა ეს დანა, ჩვენ ვთხოვეთ მაშინ რა, მაშინ კანონში იყო 6 სანტიმეტრამდე დაისპირები დაშვებული და 5 და 8 აქვს ამას სიგრძე რა და ეს ზომა გვინდოდა რა. N690 აქვს ფოლადი ამ შემთხვევაში, ტარი ტიტანია როგორც ხედავთ, თავისი ტექსტური ძალიან ლამაზად ყველას ისე მოეწონა და გამიხარდა ძალიან და ვფიქრობდით და გვინდოდა ცოტა რაღაცა ფიჯეტის ვარიანტშიც ყოფილიყო, ამავდროულად პრაქტიკული. პირის ფორმა ამიტომ ესეთი სადა ავირჩიეთ, როგორც სტრიჟებს აქვს რა, რაღაც მიმსგავსებული და ვფიქრობ კარგი გამოვიდა. ტარს თუ დააკვირდებით, აქ ცოტა განიერია, ბოლოში ოდნავ ვიწროვდება, ხელში კარგად ზის, აი ესე ნახეთ, ცოტა წინათითებითაც რო დაიკავთ, ხლიან ხელს რა თქმა უნდა არ შეავსებს, იმიტომ რომ ტარი პატარა, მაინც კარგად ზის და ძალიან მოსახერხებელია რაღაცეების საკეთებლად, საჭრელად. მოკლედ ვფიქრობ კარგი მოდელი გამოვიდა და თქვენი აზრით საინტერესოა რა თქმა უნდა დამიწერეთ, რას ფიქრობთ, როგორ მოგეწონათ ეს მოდელი და მომავალში თუ ისურვებდით შეკვეთას, ჩვენ აუცილებლად მაინც ჩამოვიტანთ ყველა ვარიანტში რომ ადგილზე ნახონ ჩვენო მომხმარებლებმა და სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძინონ, უკვე გამოუშვებენ სხვადასხვა მასალებით, სხვადასხვა ტარით, პირით, ეს კონკრეტული ესეთია რა. პროტოტიპი ძალიან კარგადაა და მოკლედ საინტერესო დანა პირველია რა, არც თვითონაც არსად არ დაუანონსებიათ, როგორც ვიცი და პირველი ჩვენ ჩამოგვიტანეს და ძალიან გამიხარდა და გაგვახარეს მე და გიო თან რაღაც არ უთქვეთ, ვიცოდით რომ აკეთებდნენ და ყველაფერი დეტალები რაღაცები ერთად გავიარეთ, მაგრამ ბოლო პერიოდში აღარ ქონია ამაზე საუბარი და უცებ ჩამოვიდნენ და დანას ადგილზეა და მოკლედ ძალიან კარგი ამბავია. ეხლა მივყვეთ უკვე ჩვენ სერიულ დანებს, რაც ჩვენს მაღაზიაში იქნება განთავსებული, ჩვენ გვაქვს ჩებურკოვის სხვა მოდელების და ესენი დაგვემატება კიდევ რა. პირველი მოდი დავიწყოთ პატარა სვიფტით. აი ესე ფოლადი ქრომაქსი გვაქვს ამ შემთხვევაში, ტარი კარბონი, ტიტანის ბექსპეისერი და საკიდი გვაქვს და ანუ ფორმას კი ვხედავთ, როგორი სადაა, პრაქტიკულია. სხვათა შორის ძველი სვიფტები ცოტა უფრო აი ესეთი ამორგვალებული პირი ქონდა, აქ უფრო ცოტა დააგრძელეს. ძველი ვამბობ პრინციპს წინა ჩამოტანაზეც ესეთები იყო უფრო მანამდე რა, რამდენიმე თვის წინ ალბათ და ეს რომ შეცვალეს ძალიან მომეწონა, უფრო მეტად ჩაჯდა რა გემოვნებაში, სტილიც კარგად მოირგო ამ მოდელმა, ვფიქრობ. და ძალიან კარგია რა, კარგი გამოვიდა კი რა გააკეთეს. მექანიკა რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე არ მოგბეზდება ამ დანის გახსნა დაკეცვა და თამაში რა, ძალიან საყვარელი და ძალიან მაგარი მოდელია. Swift-ი ძალიან დიდ პატივს. ეს პირველი მოდელი შავი მეწამულ ფერებშია, კარბონი გადაწყვეტილი და იგივე მოდელი, იგივე ქრომაქსით არის, ასევე შავი თეთრი ფერები კარბონით.
წარმოდგენილი. ძალიან მსუბუქია, წონა ზუსტად არ ვიცი, გიოთი შეიძლება სასწორი მომაშვერე რომ მოახერხე, ბალტონი მაინტერესებს. ვფიქრობ, ჩემი შეგრძნებით ალბათ უნდა იყოს დაახლოებით 70 გრამი, არ ვიცი, ნახავ მაინც რა. ზუსტად გეტყვით და იმიტომ რომ წონას აქვს დიდი მნიშვნელობა ზოგადად დანაში და ზომაც ისეთია რომ არ არის პატარადან. ვაუ, 79 გრამია. მოკლედ, ამდენი დანის შეხებაში ისე დავხელონდი წონებს თითქმის ვიცნობ 1 გრამში შევსდი და მოკლედ, კარგია, ესეც ეს პატარა სვიფტი, დიდი სვიფტიც არ არის მისგან განსხვავებით მძიმე, ასევე მსუბუქია, მაგრამ უკვე ისეთია, უფრო ვისაც დიდი დანები უყვარს, რაღაცა სრულფასოვანი დანი შეგნობს, ის ცოტა მომცრო დანაა, ასევე სრულფასოვანია და ყველაფერში გამოსადეგი, მაგრამ ეს კიდევ უფრო რაღაცა ავსებს ხელს თითქოს რა. ჩემ შეგნებაში ყოველ შემთხვევაში ესეა და შეიძლება ზოგს სულაც არ უყვარს ამ ზომის დანები და უფრო პატარა ურჩევნი. მე ძალიან მომწონს მოკლედ და ძალიან ლამაზიცაა შავი მწვანე ფერებში კარბონი, აქაც ტიტანის ჩანართები რა თქმა უნდა, ფოლადი აქაც ქრომაქსი გვაქვს. აი ეს დაშვება ფორმა გენიალურია რა, მარტივი და გენიალურია ეს დანა, რა თამამად ვიტყვი. ასევე ძალიან პრაქტიკული გამეორდები. კარგი სათამაშო და ძალიან გამოსადეგი დანა და იგივე მოდელი უკვე კიდევ სხვა ფერებში, შავი წითელ ფერებშია კარბონი ამ შემთხვევაში. ყველას თავისი სილამაზე აქვს რა, რაღაცა შავმწვანე ფერები ძალიან მოწონს. წითელი შავიც კარგად მიდის. გემოვნებითაა რა გაკეთებული. თვითონ ალბათ ამ კარბონის მწარმოებლებიც ცდილობენ რომ ისეთი ფერები გააკეთონ, რაც ყველას გემოვნებაში ჩაჯდება და ამ მოდელი ისეთია და ფორმა ისეთი აქვს, რომ ადვილად იხდენს ალბათ ყველაფერს რა, რა ვიცი. ყველა მომწონს, მოკლედ ვერ ვიტყვი რომ აი ეს არ მომწონს, ეს უფრო მომწონს. რაცია და გუნება დანარჩენი თავად განსაჯეთ მეგობრებო. ეს შავი წითელშია როგორც გითხარით და როგორც ხედავთ, ასევე სადა ტიტანის ჩანართებით და ფოლადი ამ შემთხვევაშიც ქრომაქსი გვაქვს. კარგი მექანიკით და ძალიან პრაქტიკული და მაგარი მოდელი ასევე. და იგივე სვიფტი არის შავი სტანდარტული კარბონით, თუმცა აქ უკვე შეცვლილი აქვს ბექსპეისერი და საკიდია უფრო სხვანაირად დამუშავებული და ფოლადი სხვა არის. აქ გვაქვს ფოლადი M398. M390-ის გაუმჯობესებული ვერსია, ძალიან მაგარი ფოლადია მეგობრებო. შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ამ ფოლადზე, ყველა ძალიან აქებს, ყველას ძალიან მოწონს და პრაქტიკებმა საჩვენა რომ ძალიან მაგარია. და ნახეთ დააკვირდით ამ backspace-ს, როგორ არის, რა თქმა უნდა, ხელითაა დამუშავებული. ხო, ეს დანები არის ყველა custom-ი და semi-custom-ი რა. არ არის რაღაცა ისე სერიულად ძალიან ისე წარმოებული დანები, მოკლედ არის custom, semi-custom დანები, ხელით გამუშავებული ეს ტიტანები. ნახეთ ფორმები რა კარგადაა გამოყვანილი backspace-ერის, აქეთ საკიდის, უკვე იგრძნობა, რომ რაღაცა ძვირფასი დანა გიჭირავს ხელში და არა რიგითი ჩვეულებრივი დასაკეცი დანა და მასალებიც მაგარია და მოკლედ დიდი რეკომენდაციები ამ დანას და ამ სვიფტებში ყველაზე გამორჩეული ალბათ აი ეს პატარა სვიფტია, რომელსაც ეს დიმასკუსის ჩანართები გაუკეთეს. ჩვენ გვქონდა ზუსტად იგივე მოდელი დაახლოებით 1 წელი გავიდოდა ალბათ რა და 7-8 თვის წინ შეიძლება, მაგრამ აქ კიდევ უფრო რაღაცა მეტად გაპრიალებულია და მეტად ამოტანილია ეს დიმასკუსის სახე და ტექსტურა და ძალიან ლამაზია რა, ულამაზესია ეს ჩანართი და რა თქმა უნდა უძვირფასია, საკმაოდ რთულია მისაღები ეს მასალა, რთული მისაღებია და მათშიც არის ხოლმე სხვაობები რა ამ დიმასკუსებში და ეს ძალიან ლამაზი დიმასკუსია, როგორც ხედავთ, ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს M390, დანარჩენი ტიტანია რა თქმა უნდა და აი თავისი ლამაზი ჩანართებით. ეს კი მეგობრებო კოლიბრია, კოლიბრი რომელიც ჩვენ არ ქონია, სხვა შევსაქამდეთ პირველად გვაქვს და ძალიან მომეწონა. რაღაცა სურათში, აი ნახეთ, მოდი დააკვირდით ჯერ პირველ რიგში დანის ფორმას. სურათში რომ უყურებდით ამ დანას დიდათ არ ახურთოვანდებოდით ხოლმე და გიოდა რომ ვარჩევდით მოდელს, ყოველთვის რაღაცა სხვებს უფრო წინ ვაყენებდით ხოლმე და არ ვირჩევდით და თურმე ძალიან ბევრს ვაშავებდით აქამდე რამდენიმე ჩამოტანას შევძლებდით რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ ბევრს გავახარებდით. იმიტომ რომ ძალიან მოგვეწონა ეს დანა. და ყველაზე მეტად ეს მოდელი მოწონს. ხო. კი. ძალიან, აი ყველაზე მეტად გამიჭირდება მაგის მაგიო, მაგრამ რავი, სამეურში მაინც შევიყვანდი, ბევრს აჯობა მოკლედ, რაც მეგონა რომ სხვები ამას ჯობდნენ. ამან დაჩრდილა სხვები და ძალიან მაგარი ამბავია. თვითონ ეს დანაც განსაკუთრებულადაა დამუშავებული, იმიტომ რომ ხელით არის გაპრიალებული აქაც ტიტანი, სტანდარტული ტიტანის დაფარვა არ აქვს და ეს ბზინვარება კიდევ უფრო სხვანაირ ეფექტს აძლევს და დიზაინმა მომხილვა პირველ რიგში. ესეთი რაღაცა ნემსისებური წვრილი პირი, ცოტა ბუთქუნატარი, წესით რომ ამოვარდნილი უნდა იყოს, მაგრამ საერთო ჯამში იქნება რაღაცა შედევრი რა, ხელში შესანიშნავად ზის და ეს ცოტა აგრესიული პირიც
M398 როგორც გითხარით, თან პრაქტიკული, თან ცოტა რაღაც მოტაქტიკოშიც გადის, ზომაც ძალიან ადეკვატურია, ხელში კარგად ის, მოკლედ ძალიან მომეწონა ეს მოდელი, მეთქანიკაზე საუბარი აღარ არის რა, დაფრინავს დანა. დაკეცილი ძალიან ლამაზია, პირი მთლიანად იფარება და მოკლედ კარგი მოდელი და კიდევ ერთი Swift-ი უნდა წარმოგიდგინოთ, იმედია არ დაგალით ამ Swift-ებით, მაგრამ რავი, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელია ხალხის რა. ყველას ძალიან უყვარს და ამიტომ ესეც კიდევ ამათში ერთ-ერთი გამორჩეულია დიდ Swift-ებში, პატარებში ალბათ იმას კუსებიანი არის ყველაზე ძვირფასი და დიდებში ალბათ ეს. ტიტანი ნახეთ გადამრგვალებული არ აქვს სწორი ზედაპირი, როგორც სტანდარტულად აკეთებენ ხოლმე, სხვანაირადაა დამუშავებული, ასევე ეს თამსტადიც სხვანაირადაა დამუშავებული, როგორც ხედავთ, ტექსტურა მასე დატანილი და backspace-ერი და საკიდიც ასევე ხელით დამუშავებული და გამოყვანილია ეს ფორმები, რაც დანას კიდევ უფრო ამდიდრებს, როგორც წერან გითხარით რა და ეს ოქროს ფერები ვერცხლის ფერებში ძალიან კარგად ჯდება. კარგია რომ სხვა ფერში გადაწყვიტეს, ანუდირებო ვფიქრობ ამ ვინტების და backspace-ერის, ტიტანის და თამსტადის. არ არის სადა, საერთო ჯამში მაინც სადა გამოდის ეს დანა, მაგრამ ის ოქროს ფერები უფრო კიდევ ამდიდრებს და უფრო ამრავალფეროვნებს და ძალიან კარგი ამბავი ხელში მაგრატის ამ დამრგვალების წყალობით, რაღაცა მძიმე დატვირთვაზე, მძიმე ჭრაზე ყველაფერზე შეგიძლია ამუშაო ისე რომ ხელი უბრალოდ არ დაგეღლება და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო იქნება საქმის კეთება დარწმუნებული ვარ. Swift-ები ამით ამოვწურეთ მეგობრებო. ერთი კოლიბრი იყო მათ შორის და გადავიდით შემდეგ მოდელზე კატამუკი უნდა წარმოგიდგინოთ კატამუკი რომელიც ასევე ძალიან უყვარს ჩვენ მომხმარებლებს ეხლა ამჯერად აღარ გვაქვს მაღაზიაში წინა რაც იყო ტექსტურით იყო ეს არის სადა ტიტანის ტარით რომელიც ასევე ხელით გაპრიალებული და დამუშავებულია რაც ძალიან კარგი ამბავია ფოლადის CPM S90 ვიგვაქვს ამ შემთხვევაში და ტარიკი ტიტანი. Აი სადა ეს არის. ეს დანაა სადა, არაფერი ფერადი, არაფერი ჩანართები, მაგრამ თავისი სისადავი, თავისი აი ამ იაპონური ფორმით გენიალურია რა. არ არის სტანდარტული. სადა, მაგრამ ამავდროულად ზღარი ნახეთ ტარზე, პირზე რო გრძელდება. კარგადაა რა, მოკლედ აი ეს თავარ ვინცეც ეს ჭრილები, მეორე ვინცეც ხასიათი რა, ხასიათი. ყველა დეტალებშია სილამაზე, როგორც მიყვარს ხოლმე ამის თქმა და ამ შემთხვევაშიც მაგას ვიტყვი რა. ფრონტ ფლიპით იხსნება შესანიშნავად, დაკეცილით ძალიან ლამაზია ეს დანა. და ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეული დანა იქნებოდა ნებისმიერი ადამიანის კოლექციაში. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს კატამუკის. შემდეგი მოდელი კი არის რაშენი, სულს კი იგივე, აი ესეთი ოქროსფერი არუნდირებული ტიტანით, ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს M390 ტიტანს როგორც ხედავთ ზედაპირი სადა აქვს, გვერდებზე კი ტექსტურა აქვს გაკეთებული, რათა ხელში კარგად იჯდეს, არ ისრიალოს ფორმა ისეთი აქვს, რომ ისედაც კარგად იჯდებოდა ხელში, მაგრამ ეს ტექსტურა კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის დანის ჭერას. ზევიდან აი ეს ჭრილების და უკვე მზადხარ რაღაცეები აკეთო, რა ვიცი. არ იქნება ეს დანა დამღლელი და იქნება ძალიან პრაქტიკული ვფიქრობ. მექანიკა რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე და ზომა ძალიან ადეკვატური. აი ეს პირის ფორმა მომწონს განსაკუთრებით რა. One Cliff-ით რო გადადის ეს ზედაპირი, ქვევიდან ეს სამუშაო ფორმა ძალიან პრაქტიკული იქნება ამავდროულად და ცოტა აგრესიულის და მოკლედ საინტერესო მოდელია ეს ჩვენი რაშენი და გვაქვს ამისი მეორე ვერსია. Просто ერთი კიდევ გვაქვს მაღაზიაში ლურჯი კარბონის ჩანართით და ეს ვფიქრობ კიდევ უფრო ძვირფასი, კიდევ უფრო მაგარი, იმიტომ რომ პირველ რიგში ფოლადი CPM მაგნაკათი გვაქვს ამ შემთხვევაში, მეორე რიგში ეს ტიტანები ისევ ხელით დამუშავებული და ხელით გაპრიალებული და აი ესევე ძალიან ძვირფასი კარბონის ჩანართით. ვერცხლის დაფქვევით მიიღება ეს კარბონი, ანუ ვერცხლის მშენარევები აქვს და ძალიან თვითონ ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და თვითონ მასალაც ასევე ძვირფასია რა. ცოტა უფრო ბუთქუნა არის და სქელი ამ ტიტანთან შედარებით, მაგრამ ცოტა არა შემაწუხებლად, წონაში სამაგიეროდ მოიგეს, იმიტომ რომ კარბონი უფრო მსუბუქია და არის ანუ მსუბუქი, ცოტა განიერი და ხელში ზის ამის ხარჯი ძალიან კარგად ეს ტარი რა და კიდევ უფრო მისი ძალიან პრაქტიკული და მაგარია, არ დაგღლის შანსი არაა და ასევე ეს კიდევ უფრო მეტად პრაქტიკულია, დაჟე დიდი ხელი ვისაც აქვს, ან ზამთარი იყოს და ხელთათმანი გეკოთოს და რაღაცა ბუნების პირობებში მოგიწიოს სიცივეში ყოფნა, ხელში კარგად ჩერდება ეს და ასევე სამოქალაქოდაც იდეალურია რა უნდა ამ დანას ბუნებაში, მაგრამ ნუ რას ვიტყვით კანონები ესეთი გვაქვს, გვიწევს მხოლოდ ბუნებაში გამოვიყენოთ და სახლის პირობებში. ხო, მოკლედ რაც შეეხებოდა ამ ჩვენ რაშენს, აი ესეთია ეს დანა, სადა და ამავდროულად საკმაოდ მრავალფეროვანი და ლამაზი. და შემდეგი მოდელი კობრა უნდა წარმოგიდგინოთ, მეგობრებო, კობრა დიდი ხანი არ ქონია მაღაზიაში, მხოლოდ შეკვეთით ჩამოვიტანეთ ბოლო დროს რამდენიმე და არ მოუწია მაღაზიაში დადება და
ახლა მაღაზიაშიც გვექნება კობრა ძალიან საინტერესო მოდელია ასევე, ესეთი ასხეპილი პირით, ულამაზესი რაღაცით რომელიღაცა გველი სახეობას კი გავს ეს ფერები, ძალიან ლამაზი ფერები აქვს, ლამაზ ფერებშია ეს კარბონი გადაწყვეტილი და პირთან მიდის კიდევ ფერებში ძალიან კარგად ეს backspacer-ი და საკიდი და ესენი სადა, ეს სკეილები კიდევ ფერადი და საერთო ჯამში გამოდის თან სადა და თან ფერადი და ძალიან კარგია. სუბუქია სხვა შორის ძალიან მეგობრებო, იმიტომ რომ ლაინერები მხოლოდ კარბონში აქვს ჩაყოლებული, ტიტანის ასევე, რადგან ტიტანი მსუბუქია და თან თხელია, არ ამძიმებს დანას და კარბონი კიდევ უფრო მსუბუქია და საერთო ჯამში ძალიან მსუბუქი გამოდის. თუ გინდათ ავწონოთ ბანემ ეს დანაც, ფოლადი გვაქვს M390, ნახოთ რამდენი გრამია. კაი, აბა ეხლა თუ გამოვიცნობ. მეგონი ტყუილა რისკა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტყოდი 75 გრამს, კი ცოტა მემძიმა იმასთან შედარებით. აღარ და უფრო მსუბუქი უნდა იყოს ლოგიკურად, მაგრამ ხელში ესეთ გვწევ, ნახოთ. 75 და 9. ვა. მართლა არ ვიცოდი არც ერთის წონა, ეხ სათამაშოდ, ისთვის მოვიტყუები. მოკლედ, 75 გრამია ეს და 76 რა და ძალიან კარგი წონა ამ ზომის დანისთვის რა. საკმაოდ დიდი სამუშაო პირი გვაქვს. მე რო არ ვიყავი, ჩუმად ხო არ წონედი შენ. ხო, დილასადრე მოვედი და ავწონე ყველა. ხო, შემდეგი მოდელი მეგობრებო, სკაუტი უნდა წარმოგიდგინოთ, სკაუტის აღარ დაგვრჩა სამწუხაროდ მაღაზიაში, მაგრამ მაგერ მოგვისწრო ძალიან მაგარმა მოდელმა. აქაც იგივე კარბონის ჩანართია, რომელიც ვერცხლის დაფქვევით მიიღება, ძალიან ლამაზი ტექსტურითა და სახით, ხელით გაპრიალებული ტიტანი, ფოლადი CPM S90V, ძალიან მაგარი ფოლადი, მით უმეტეს შეურყევების ნაწრთობი ესეთი ფოლადი უკვე სამუდამო გარანტიას ნიშნავს რა ავტომატურად. მაგარი ამბავია. სადა დახვეწილი და პრაქტიკული დანა. Swift-ს გავს სხვათა შორის ხასიათებით ეს დანა, ორივე ძალიან პრაქტიკული და მაგარია, მაგრამ ეს ცოტა კიდევ უფრო ის მეტად სადა, ეს ცოტა უფრო პირი, ცოტა უფრო გამოყვანილი აქვს, დიდი სამუშაო ფორმატსა აქვს. ტაშიც არის რა თქმა უნდა სხვაობები, ერთნაირი იგივე მოდელი არა, მე ვამბობ ხასიათით გვანან ორივე ერთმანეთს, იმიტომ ორივეს პრაქტიკული ფორმა აქვს რა. მაგრამ ეს კიდევ უფრო დახვეწილად მეჩვენება რა. ნის თავისი სისადავითაა გენიალური, ეს კიდევ თან სადაა და თან კიდევ უფრო დახვეწილი რა. ძალიან მოწონს სკაუტის ეს მოდელი კიდევ განსაკუთრებით. ჩვეულებრივი ტიტანზე სკაუტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვათა შორის დანაში, ტარის მასალებსა და ჩანართებს. ისე უცვლის ვიზუალს და ისე შეიძლება სხვა ის შეგიძინოს რა, ასე თქვა წარმოდგენა და მოქცეს დანაზე, რომ არა და ერთი და იგივე გაბარიტები ქონდეს დანებს. მოკლედ ეს იყო ჩვენი სკაუტი, მეორე მხრიდან იმედია კარგად გაჩვენეთ, ორივე მხარეს გვაქვს კარბონის ჩანართები, ძალიან ლამაზია, ძალიან მაგარია და ამავდროულად პრაქტიკული. და დაგვრჩა დღეისთვის ერთი მოდელი, ბუნტარი, მეგობრებო, მე ამბოხე იგივე ქართულად რომ ვთქვათ და ძალიან მაგარი მოდელი, ბოლოსთვის დავიტოვე სპეციალურად, იმიტომ რომ განსაკუთრებით მომწონს ეს დანა რა. რაღაც ესპანურ ნავახასაც გავს სტილით. და ამავდროულად ბევრად დახვეწილი და ბევრად მაგარი ტიპია რა. აქაც იგივე ხელით დამუშავებული და გაპრიალებული ტიტანია და ხელით დამუშავებული backspacer-ი და საკიდი გვაქვს ძალიან ლამაზი. აქვე backspacer-ზე შეგვიძლია სამშვენისიც ჩამოვკიდოთ. სამშვენისებიც გვაქვს, ამაზეც გადავალ, ახლა სხვა შორის მოუხდებოდა დიდ ზომის დანებს, ცოტა უხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები. ფოლადი M390 გვაქვს, ძალიან პრაქტიკული, დიდი ზომის. ხო რა ალბათ უფრო მე მაინც დიდი ზომის დანებისკენ რომ მიდივარ, იმიტომ მომწონს და ფორმაც ისეთი აქვს, თან კლასიკასთან ასოცირდება, ძველ სტილთან და ამავდროულად პრაქტიკულიცაა, ცოტა აგრესიულიცაა, ყველაფერი დევს, ყველა ხასიათი დევს ამ დანაში რა. ყველაფერში შეგვიძლია გამოვიყენოთ და მოკლედ დიდი რეკომენდაციები ამოდეს შემგან. უზომოდ მომწონს. ეს რაც შეეხებოდა ბუნტარის მეგობრებო და გადავიდეთ ახლა პატარ-პატარა აქსესუარებიც გვაქვს, ასევე ჩებურკოვის, მოდი სამშვენისები ვნახოთ პირველ რიგში. აქ თავის ქალებია დახატული, ფერადი ლაზერით, ტიტანია რა თქმა უნდა, თვითონ ტიტანის დამუშავებულია რაღაცნაირად ძალიან ლამაზად ზედა და ქვედა მხარე და გვერდებზე 4-ვე მხარეს გვაქვს ორი ცალი გვაქვს ესეთი, რომელზეც თავის ქალებია დატანილი და ერთი გვაქვს კონკრეტულად ბულდოგი ახატია, ბულდოგის საყელო თათები, რაღაცა ელვასავით აბსტრაქტული ნახატები და ჩებურკოვის ლოგო ყველაზეა დატანილი რა თქმა უნდა და ესეთი პატარა ფოუჩებიც მოყვება. ესე ძალიან ლამაზი სამშვენისია და კიდევ ორი ფრაიბარი გვაქვს, ერთი ტიტანის, ესეთი პატარა, მათი ლოგო არის დატანილი, გასაღებზე შეგიძლია ჩამოიკიდოთ და საკმაოდ გამოსადეგია, გასახსნეთ რაღაც საჩქიკინოთ რაღაცების გასაკეთებლად, მომენტ როცა დანა არ გიდევს ჯიბეში, ამანათის გასახსნელად რაღაცაზე შეიძლება მისი გამოყენება და ესეც ბოლო
დამასკოს მასალისგან არის დამზადებული. დამასთილია ხო გიო მგონი ეს? დამასთილია, დაჟე ფხნილოვანი ფოლადების დამასკო და რა ვიცი, ფრაიბარისთვის ძალიან მაგარი და ძვირფასი მასალაა მოკლედ. კიდევ ამის გარდა მეგობრებო, ერთი ამბავის დამჩა, გვაქვს ფოუჩები ჩებურკოვის, აი ესეთი ტყავის თავის საწმენდიდოს შიგნით და ძალიან კარგადაა და მაღალ დონეზე სხვათა შორის შეკერილი რა. ვფიქრობ ყველასთვის მოსაწონი იქნება, ვისაც უყვარს ჩებურკოვის დანის კოლექციონერები უკვე ბლორმად არიან ჩვენ ქვეყანაში საბედნიეროდ, ყველას ძალიან მოწონს მათი ხარისხი და ყუთებიც ძალიან კარგადაა შეფუთვა ქართული და სტანდარტული ძალიან კარგია, მაგრამ ეს ფოუჩები, შავი და ყავისფერები გვაქვს ამ შემთხვევაში, ვფიქრობ ბევრს მოეწონება და მოუნდება რომ თავისიდან უფრო ლამაზად და უფრო მდიდრულად და ლაქშერად კონდეს შენახული. ეს იყო მეგობრებო დღეისთვის ჩვენი ვიდეო. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა ვინც გვადევნებს თვალყურს, ვინც გულშემატკივრობს, ძალიან ბევრი პოზიტივი მოდის როგორც კომენტარებში, ასევე პირადად უფრო მეტი და ამისთვის უღრმესი მადლობა ყველას. ეს ჩვენთვის სტიმულია და კიდევ უფრო მეტი სურვილი რომ უფრო მეტად ვაკეთოთ, უფრო მეტი ენთუზიაზმით და მეტი გულით ჩვენი საქმე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით დაგემშვიდობებით.